ესე იგი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ, მეგობრებო, რელიგიურ ომებზე, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი გზამკვლევი იმისა, თუ რაც ხდება მერე ახალი ეპოქის დასაწყისში, რეფორმაციის შემდგომ. რეალურად უნდა გამოიკვეთოს ის, რომ რელიგიურმა ომებმა შექმნა პრეცედენტი, რომელმაც ფაქტობრივად შედეგი მოიტანა ფრანგული რევოლუციით, განმანათლებლობით და ბევრი კიდე რაღაცით. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ომები ცალსახად აი ამას არ ეხება და მაინც პაპობის ინსტიტუციას ცვლის, რელიგიურმა ომებმა აზროვნება შეცვალა პირველ რიგში. ჯერ ერთი რელიგიური ომი რო იწყება, აი თვითონ სიტყვა გვეუბნება, ანუ რელიგიური ომი არის მე-16 საუკუნის რეფორმაციის დასაწყისი. რა არის რეფორმაცია? რეფორმაცია არის ძალიან საინტერესო ტერმინი, ანუ არსებობს აზროვნების ფორმა, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამისი ცვლილება ურთულეს რაღაცებთან არის დაკავშირებული და ეხლა მე გაჩვენებთ კონკრეტულად ასე ვთქვათ პრეზენტაციას, სადაც ეს ფორმაციის კონტექსტი უფრო მკაფიოდ არის გამოკვეთილი და აი ამ იდეის ფარგლებში მინდა რომ გავიაზროთ კიდევ ეს ფორმაცია ზოგადად ეტაპი აზროვნების რას მოიცავს და რა მოიაზრება. ნახეთ, რელიგიური ომების სამი ეტაპიდან ჩვენ უნდა პირველ რიგში განვიხილოთ ფორმაციის რღვევა, ანუ არსებული დოქტრინული ტოტალური მართლობის რღვევა და აი ამ მართლობის რღვევამ პრაქტიკაში შეიძლება ითქვას, რომ შეცვალა ის, რაც ამ შემთხვევაში შუა საუკუნეებში პროვიდენციალისტური აზროვნების სახით არსებობდა. ანუ რა შეცვალა? ის, რომ ადამიანებს ლოგიკური აზროვნების ველები ჰქონდათ დაბლოკილი ინფორმაციის და ასე ვთქვათ, კულტურის შედეგად, რაც ზოგადად შუა საუკუნეებში არსებობდა. ასეთი რამ შეიძლება მოვიაზროთ ახლა ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით კათოლიკური ეკლესია, პაპობა. აი ამის ნათელი მაგალითია ბორჟიების ოჯახი, ერთ-ერთი ყველაზე გარყვნილი ოჯახი მთელ კათოლიკურ სამყაროში, რომელიც არის პრაქტიკულად პაპიდან დაწყებული, დამთავრებული უკიდურესი მხლებლებით დამთავრებული გახსნილები ამ შემთხვევაში სულიერ ნაწილში. ანუ კონტექსტი რა არის, რომ როცა შე რაღაცას ქადაგებ, იმის შესაბამისი მაგალითი უნდა გქონდეს. და ეს ფორმაცია იმდენად მყარი იყო, რომ წარმოიდგინეთ შუა საუკუნეებში 10 საუკუნე თითქმის ყალიბდება და აზროვნების იმ დონეზე ადის, რომელიც პრაქტიკულად ურთულესად შეიცვლებოდა. და ამას პირველ რიგში აკეთებენ ამ შემთხვევაში საერო ხელისუფალნი, რომლებიც ამ პაპობის ინსტიტუციას ფორმაციას არ ღვევენ და მაგალითად ეს შეიძლება გამოიკვეთოს იმაში, რომ პაპობას ებრძვის ჯერ კიდევ ლეგიტიმაციისთვის სხვადასხვა იმპერატორი, ეს არის ფრანგი იმპერატორი, ფრანკთა იმპერატორი, საღვთო რომის იმპერატორი და პაპებს ებრძვიან, ამას კონკრეტულად ქვია ინვესტიტურისთვის ბრძოლა, ანუ ბრძოლა სასულიერო პირთა ხელდასხმაზე ვის უნდა ჰქონოდა ძალაუფლება. ამას იმპერატორი და პაპი ერთმანეთს უპირისპირდებიან ჯერ კიდევ კლიუნელთა აჯანყების, ანუ კლიუნის მონასტრიდან და იქ გრიგოლ მე-7 მერე პაპის დიქტატი და ესენი რაც გავიარეთ პრაქტიკულად და მოხდა შუა საუკუნეების კლასიკურ ხანაში, ხო, ეგ არის საერო ხელისუფლების ბრძოლა ფორმაციის წინააღმდეგ. შემდგომ უკვე ერთვებიან თეოლოგები, საეკლესიო მსახურნი ამ შემთხვევაში, რომელიც გამოსაკვეთია და აქვე უნდა გამოიკვეთოს შემდგომ ფორმაციის რღვევის შემდეგ რეფორმაცია, ანუ ის არსებული ფორმაციის თვითაღდგენა, როგორც ასეთი, ახალი დოქტრინალური, ტოტალური წესების ჩამოყალიბება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, ვინც მათ უკვე უშუალოდ ებრძვის და ღიად უპირისპირდება და ეს რეალურად საბოლოო ჯამში ქმნის კონტრრეფორმაციასაც, რომელიც ერთგვარი თავდაცვის ფორმაა ამ შემთხვევაში და დოქტრინულ ტოტალურ რეჟიმის მხრიდან ყალიბდება უკვე და ახალი პაპობის ინსტიტუცია, რომელიც რეფორმაციას მიიღებს, ანუ ფორმაციის რღვევის შედეგად შექმნილ რეფორმაციას, რომელიც ებრძვის
იმ დოქტრინალურ წესდებას, რომელიც შუა საუკუნეებში პროვიდენციალისტური აზროვნების სახით ჩამოყალიბდა. რა არის პროვიდენციალიზმი? პროვიდენციალიზმი არის ადამიანის რწმენა და ადამიანის აზროვნება იმით, რომელსაც მხოლოდ ღმერთის განგება ქვია, ანუ ღმერთის განსჯის ყველაფერს, რაც კი ხდება ჩვენ სამყაროში რეალურად. ამგვარად, აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რეფორმაცია არის აი ამ აზროვნების წინააღმდეგ გალაშქრება და შემდგომ უკვე კონტრრეფორმაცია, რომელიც მიდის და აქ არის აუგსბურგის აღსაერება მაგალითად ერთ-ერთი გამოსაკვეთი. ხო და ვინ იყო პირველი მაგალითად, ვინც ეს დაიწყო პროტესტანტული მოძრაობა, ვინც შექმნა და ჩამოაყალიბა ამ სივრცეში და რაღაცნაირად სულ პირველად არა, მარტინ ლუთერამდე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, ვინც პირველად დაიწყო და გაიაზრა რა ასე ვთქვათ რთულ და რა რთულ და ასე ვთქვათ აზროვნების ძალიან რთულ ფორმას აყალიბებდა მანკიერ მხარეს ფარავდა კათოლიკური ეკლესიის ის არსებული პროვიდენციალისტური ასე ვთქვათ ფორმაცია, რომელიც კათოლიკური ეკლესიის სახით არსებობდა, ხო? აი ამის წინააღმდეგ პირველმა გაიაზრა ყველაფერი და ღიად დაიწყო პრაქტიკულად მის წინააღმდეგ გალაშქრება და ეს იყო კონკრეტულად ვიკლიფი, რომელიც უპირისპირდება ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ინგლისში დაბადებული ასე ვთქვათ ახალი აღთქმის ერთ-ერთი პირველი მთარგმნელი, სრული გამოცემა სწორედ ფაქტობრივად მან შექმნა და თეოლოგი იყო, კათოლიკური ეკლესიის რეფორმაციის ადრეული პროპონენტი, ანუ ადამიანი, რომელიც უშუალოდ ჩაერთო აი ამ პროტესტანტულ მოძრაობაში, პროტესტი გამოთქვა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ და დაიწყო თეორიულად რაღაცების დასაბუთება, პრაქტიკული ნორმების კრიტიკა, ისეთი მანკიერი მხარეების გამკვეთა, რაც ზოგადად არსებობდა საბოლოო ჯამში იგი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან აზარალებს კათოლიკურ ეკლესიას, აზროვნებას ღიად და საჯაროდ დაუპირისპირდება და შესაბამისად გაუკვალავს მას რეფორმაციას, საჯარო ასე ვთქვათ გზას, როგორც ასეთი იდეების განვითარებას და მისივე მოსწავლე ინგლისშივე იყო ჩეხი სტუდენტი, რომელიც იან ჰუსია, კონკრეტულად სახელი გვარი ასეთი და იან ჰუსი თავის სამშობლოში, კონკრეტულად ჩეხეთში ჩაიტანს აი ამ შემთხვევაში მოძღვრებას, რაც ვიკლიფისგან მიიღო და ფაქტობრივად 1384 წელს, როდესაც უკვე გარდაიცვლება ვიკლიფი და ითვლება, რომ იგი შავი ჭირის ეპიდემიას ემსხვერპლა, აი ამ ყველაფრის გამგრძელებელი უკვე ხდება იან ჰუსი, ეს არის ჩეხი ხალხის ეროვნული გმირი, ჩეხური რეფორმაციის იდეოლოგი, რომელიც პრაქტიკულად მე-14 საუკუნეში ამთავრებს კარლის უნივერსიტეტს პრაღაში 1396 წლიდან მაგისტრი ხდება, შემდგომ 1401-1402 წლებში არის თავისუფალი ხელოვნებათა ფაკულტეტის დეკანი და საბოლოო ჯამში იგი იწყებს როგორც ასეთი ჯონ ვიკლიფის, ჯერ ვისაც ვსაუბრობდი, მისი იდეების ასე ვთქვათ ქადაგების გააზრებას და გაზიარებას და შემდგომ უკვე ჩეხი მქადაგებლების იან მილიჩისა და მათე იანოველის იდეებს და აი ამ მათზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ იგი აყალიბებს ჰუსიტურ მოძრაობას, წყობრ მოძღვრებას, რომელიც საზოგადოებაში მოითხოვდა საერთოდ გარდაქმნას, ეს არის ცხოვრებისეული აზროვნების გარდაქმნა და პრაქტიკულად ჰუსი პრაქტიკულად 1410 წელს იწყებს უკვე ძალიან ღია კრიტიკას და მას პაპი დაუპირისპირდება პირდაპირ. ჰუსი იყო პირველი, რომელიც მე-15 საუკუნეში გაილაშქრებს ინდულგენციების წინააღმდეგ. ინდულგენცია არის ცოდვების მიტევების სიგელი, როგორც ასეთი, ასევე დაასრულებს იგი ტრაქტატზე მუშაობას ეკლესიის შესახებ და ფაქტობრივად ჩეხურ ბიბლიას გამოსცემს როგორც ასეთი
და 1414 წელს იან ჰუს გამოიძახებენ კონსტანცის საეკლესიო კრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორ სიგიზმუნდისგან მას ჰქონდა ნაბოძები შეუვალობის სიგელი და მას დაკავება და დაპატიმრება არ ემუქრებოდა, მას დააპატიმრებენ 1414 წლის 28 ოქტომბერს და 1415 წელს როგორც უტეხი ერეტიკოსი მას მიუსჭიან კოცონზე დაწვას, მოგეხსენებათ ერეტიკოსებს სიკვდილით ჭიდნენ ძირითად შემთხვევაში და პრაქტიკულად ჩეხეთში იწყება ჰუსიტური ომები 1414-37 წლებში და აი აქ ხედავთ თქვენ იან ჰუსის კოცონზე დაწვას, რომელმაც ჩეხის საზოგადოება შეიძლება ითქვას, რომ აზროვნივად მთლიანად გაათავისუფლა და სულ სხვა ასე ვთქვათ სამყაროში ხო ნამდვილად აზროვნების სხვა სამყაროში შეიყვანა როგორც ასეთი. ამგვარად ეს რელიგიური ომები, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ დიდი მოვლენა კათოლიკურ სამყაროში არის მე-16 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი და ძირეული გარდატეხა მე-16 საუკუნეში და განსაკუთრებით როგორც გითხარით ეს იწყება გვიან შუა საუკუნეების ეკლესიის კრიზისით გადის აი ამ ჯონ უიკლიფის, იან ჰუსის მოძღვრებებს, ჯეროლამო სავონაროლა კიდევ ერთ-ერთი ასეთი ადამიანია, რომელიც უფრო ადრეც მოღვაწეობდა და ალექსანდრე მეშვიდეს თუ მესამეს ზუსტად აღარ მახსოვს ნუმერაცია მისი უპირისპირდება და ჯეროლამო სავონაროლასაც კოცონზე დაწვავენ და ესეც ერეტიკოსი იყო და ღიად უპირისპირდება. ანუ რეალურად ეს ყველაფერი სახელმწიფოებში გრძელდება და ყალიბდება და ვითარდება. ეს არის წმინდა რომის იმპერიაში ჯერ კიდევ უკვე დაწყებული კონფესიური დაპირისპირება, მერე შვეიცარიაში კალვინისტური დაპირისპირება, შოტლანდიაში პრესბიტარიანული კონფლიქტი, ინგლისში ანგლიკანური კონფლიქტი, იმაში რა ქვია, საფრანგეთში არის ფრანგული ჰუგენოტური ომი და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მიდის ეს ყველაფერი ტრიენტის საეკლესიო კრებაზე ან ტრენტის საეკლესიო კრებაზე, ყალიბდება და ხორციელდება კათოლიკური რეფორმები, იწყება მერე ნიდერლანდების აჯანყება, მერე კონფესიური პოლიტიკური კვანძები ყალიბდება ჯგუფ-ჯგუფებად და ერთმანეთს უპირისპირდებიან იდეოლოგიურ და რელიგიურ ნიადაგზე და საბოლოო ჯამში ევროპა აი ამ დიდ ომის შედეგად მიდის 30 წლიან ომის ზღვრამდე და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი ეს ფაქტობრივი თხრობა, რაც ზოგადად არსებობს, მეორე არის ძალიან ისეთი ისტორიოგრაფიული ანალიზი, რაც მნიშვნელოვანია და აი ამ ყველაფრის ფონზე დავალაგოთ ფაქტობრივად ეს მთელი კონტექსტი, რაც შეიძლება ითქვას, რომ მოიცავს დიდ რელიგიურ ომებს ევროპაში და მიუყვეთ ბოლომდე. ხო, ესე იგი, მე-16 საუკუნეში რაც უნდა გამოიკვეთოს პირველ რიგში და როგორც ასეთი კონტექსტი უკვე გავიაზრეთ, რელიგიური ომები, როგორც გითხარით, არ იწყება მოულოდნელად. ანუ საფუძვლად მას აქვს საკმაოდ ესეთი დაგროვილი შეიძლება ითქვას ბოღმა ხალხში, ეს ბოღმა და დაძაბულობა და სიძულვილი, რომელსაც ხალხი ვერსად ვერ მიაქვს და ვერსად ვერ აბანდებს და აი ეს ეკლესიის ავტორიტეტი ყველანაირი ზღვრიდან გასული ეკლესიური ავტორიტეტი საბოლოო ჯამში ამ ხალხზე ირიბად თუ პირდაპირ ძალადობს და იხსნება გზები და ასევე ეს სასულიერო იერარქიული მდგომარეობა უმაღლესი ფენები თითქოს რაღაცა მეფეებივით რო ცხოვრობენ, ხო? დამატებული ამას საერო ხელისუფლების პრეტენზიები, საზოგადოების მორალური განწყობები, აი ეს ყველაფერი აყალიბებს ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული ტიპის რეფორმაციულ მოძრაობებს, ანუ ფორმაციის წინააღმდეგ რეფორმაციულ მოძრაობებს და ფაქტობრივად ესენი ყალიბდებიან 10 წლეულების განმავლობაში სხვადასხვა სამხედრო ბანაკებად, ყალიბდებიან კონფესიურ ჯგუფებად, კონფესიურ კანონმდებლობებად და
იწყება უკვე დინასტიური კონფლიქტი და დაპირისპირება. ანუ რეფორმაციის ეპოქაში რელიგია მხოლოდ კერძო რწმენის სფერო არ იყო, ესეც უნდა გამოიკვეთოს. ეკლესია არეგულირებდა ყველაფერს შუა საუკუნეებში. ეს იყო განათლება, ქორწინება, მემკვიდრეობითობაც კი, მაგალითად და ინგლისის მეფის მემკვიდრეობითობასაც კი პაპი წყვეტდა. როგორც ასეთი საჯარო მორალი, რაც ყველაზე მთავარია, ვინ იყო შენი მორალისტური აზროვნების და ქმედებების გამკიცხავი, პირველ რიგში პაპი, ხო, როგორც ასეთი, დღესასწაულები, კალენდარული ცვლილებები, საქალაქო ცხოვრების რიტმი, აი ეს ყველაფერი ფაქტობრივად არის ის, რაც ზოგადად რელიგიურ ომებს წინ უსწრებდა და როდესაც რომელიმე მხარე ამტკიცებდა, რომ სწორი დოგმა სწორედ მას ჰქონდა, იგი სინამდვილეში ამბობდა ერთ რაღაცას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი მე უნდა განსაზღვრო და მე გადავწყვეტ რა არის სწორი ნორმა და სწორი დოგმა და სწორი მორალი. და ამ დროს პაპი ამბობს, შენ მინახარ, მე ვარ ვიკაროს ხრისტი, მე ვარ ქრისტეს ნაცვალი დედამიწაზე და სწორედ აი აქედან წარმოიშვა პირველად ეს კონფესიური აზროვნების ეს პოლიტიკური კონფლიქტი, სიმწვავე და აი ამავე დროს უნდა გამოიკვეთოს ისიც, რომ ევროპა არის არაერთგვაროვანი. გერმანიაში პრობლემა შექმნილი და მაგალითად წმინდა რომის იმპერია არის მრავალცენტრისტული სახელმწიფო, სტრუქტურები აქვს სხვადასხვა. საფრანგეთში არის არისტოკრატიული ჯგუფები, იქ ერთმანეთს კონკურენციას უწევს სხვადასხვა მდიდარი საზოგადოებრივი ფენები, ერთი არის დამატებით საფრანგული გვარი, ვალუების გვარი, რომელიც მონარქიულ კრიზისში არიან თავის მხრივ ჩაფლული და მემკვიდრეობითობის პრობლემა ექნებათ. ინგლისში არის გამოკვეთილი მეფისა და პაპის იურისდიქციული დაპირისპირება ერთმანეთში და ისინი ძალაუფლების გამო ებრძვიან ვინ ვის რაზე აქვს გავლენა და როგორ ახდენს. შოტლანდიაში საერთოდ ელიტარული კონფლიქტებია და ეს ელიტები ერთმანეთს ებრძვიან, ზოგი რეფორმირებული ეკლესიის სასარგებლოდ, ზოგი პირიქით ამ შემთხვევაში და საბოლოო ჯამში მათ შორის ნიდერლანდში წყალიბდება ჰაბსბურგთა ერთ-ერთი წამყვანი მონარქიული დინასტიის ცენტრალიზებული მმართველობის წინააღმდეგ გარკვეული პროვინციული წინააღმდეგობა ყალიბდება და შესაბამისად ეს ყველაფერი ქმნის რეფორმას არარელიგიურ ომად არა მხოლოდ, არამედ რელიგიურ რეფორმად კი არ ქმნის, არამედ რელიგიურ ომად გარდაქმნის. ამიტომ როდესაც ჩვენ საუბრობთ რელიგიურ ომებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ერთმანეთს ენაცვლება სამი ფენა. ერთი არის თეოლოგიური დავა, რომ ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან თეოლოგიური კომპონენტის გამო, მეორე არის სოციალური მობილიზაცია და სახელმწიფოებრივი ძალაუფლების გადანაწილება და სწორედ აი ამ სამივე ფენის ერთდროული მოქმედება ხდის აი ამ ეპოქას განსაკუთრებულს და ძალიან მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს, რომ ეს კონფლიქტი ზოგადად არის ის ისტორიოგრაფიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა, რომელიც მიდის დოგმატურ განხეთქილებებამდე. რომელიც იწყებს დოგმატურ განხეთქილებებს. მაგალითად, დიდი სქიზმა არის დოგმატური განხეთქილება, აი მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი როგორც ჩამოყალიბდა, როგორც ცალკე იურისდიქციით ეკლესიები, ხო? ეს არის ცალკე დოგმა. ცალკე მიმართულება. ეს არის დოგმატური განხეთქილება და ეს აქცენტი აქ უკვე არა მარტო დოგმატურ განხეთქილებაზე კეთდება, არამედ უკვე კეთდება ბეჭდურ კულტურაზე, რომ ბიბლია გერმანულად უნდა იყოს, ბიბლია ფრანგულად უნდა იყოს, ინგლისურად უნდა იყოს ბიბლია და არა მარტო ლათინურად და ყველა ენაზე უნდა იყოს. ქალაქურ საზოგადოებაში ყალიბდება იდეა იმისა, რომ მე შეიძლება ვიყო დამოუკიდებელი და ჩემზე გავლენას ეკლესიური მორალი არ უნდა ახდენდეს. სამთავროები, სახელმწიფოები, მონარქები, ეს ინტერესები ფაქტობრივად ყალიბდება ყველაფერი საბოლოო ჯამში კათოლიკური ეკლესიის საწინააღმდეგოდ და კამათი იმისთვის, რომ როგორ უნდა მოეწყოს ხელისუფლება და როგორი უნდა იყოს სარწმუნოებრივი საკითხი, აი ეს ყველაფერი ქმნის უკვე
ერთ დიდ ბირთვს, რომელიც საბოლოო ჯამში გადადის რეფორმაციულ ფაზაში და იწყება ძალიან დიდი კონფლიქტი და დაპირისპირება, ხო? ძალიან გთხოვთ კამერები ჩართეთ. რაც შეეხება უკვე წინა პირობებს, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, აქ უნდა გამოიკოთოს პირველ რიგში ის, რომ გვიანი შუა საუკუნეები გვიან შუა საუკუნეებში ლათინური ეკლესია არის ევროპაში ყველაზე მასშტაბური ინსტიტუცია, რაც კი არსებობს. ანუ რა არის ლათინური ეკლესია? ეს არის კათოლიკური ეკლესია, რომლის სათავეში დგას პაპი, ვიკარუს ხრისტი, ქრისტეს ნაცვალი დედამიწაზე, რომელიც არის პეტრეს მემკვიდრე, რომელიც არის რომის გადამრჩენელი, რომელიც არის ფრანკთა მეფე კარლოს დიდის გვირგვინის დამდგმელი, რომელმაც ჰაინრიხს ფეხზე აკოცნინა, პაპის ფეხზე აკოცნინა და კანონსაში ჩაიყვანა და ბუდიში მოახდევინა 3 დღე ყინვაში ალოდინა, რომელმაც ძალიან ბევრი მეფე განკვეთა, რომელმაც ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო და აი ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს აკეთებს პაპი. პაპა. პაპობა. ეს არის უმაღლესი იერარქიული, სულიერად რაღაცა ნუმინოზური, ხელშეუხებელი წმინდათა წმინდა საზოგადოება, რომელიც ბოლოს უკვე იყენებს ინდულგენციის პრაქტიკას და ეუბნება ხალხს, რომ შენ თუ გინდა ცოდვები მიგეტევოს, მაშინ გენაცვალე, მოდი ეხა შენ ცოდვების არც არ მჭირდება, ფული გადაიხადე და მე იმდენ ცოდვას მოგიტევებ, რამდენ ფულსაც შენ გადამიხდია. 20 ცოდვას მოგიტევებ, ოღონდ თუ მძიმე ცოდვები გაქვს, ცოტა ძვირი დაგიჯდება და თუ ისეთი ლაითი ცოდვები გაქვს, რა ვიცი, ვიბაჭროთ. ანუ რეალურად ეს სასულიერო თანამდებობების გაყიდვა, ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელიც სიმონიაა ფაქტობრივად, ერთდროულად რამდენიმე ბენეფიციუმების ფლობა, ანუ ბენეფიციუმი მამულების ფლობა, სასულიერო პირების უმდაბლესი განათლება და წაიკითხეთ უმბერტო ეკოს ვარდის სახელი, რომელიც არის ერთ-ერთი შედევრი აი ამ შუა საუკუნეობრივი აზროვნების ფილმიც არის ამაზე და ეგეც ნახეთ ამ შემთხვევაში რა აზროვნება ჰქონდათ გლეხებს, რომლებიც თან სასულიერო თანამდებობას იკავებდნენ, ერთდროულად ჰომოსექსუალები იყვნენ, თან ყველა სექსუალები იყვნენ, ფაქტობრივად, თან სიწმინდეებს იცავდნენ, თან გადამწერები იყვნენ, თან მეფეს ემსახურებოდნენ, თან აგენტები იყვნენ, თან ვირთხებთან ეძინათ, თან ღორულად ჭამდნენ, რაღაც აი საზიძღარი ფენა შეიქმნა ეს საეკლესიო საზოგადოება, რომელიც შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იერარქიულად, მორალურად თანწყობილი საზოგადოებაა თან და ეს არის აი ამ ყურიის ფისკალური მოთხოვნები, დასავლური სქიზმა, რაღაცა საზოგადოება, რომელიც არის რაღაცა კონცილიარისტული და აჩვენებს ეს დებატები იწყება, მერე ვითომ რომ მოდი ახლა რატო ხდება ეს და მოდი ვიმსჯელოთ და რაღაცა წინაპირობები იქმნება მე-11 საუკუნეში და ეს კიდევ არის ის რომ ეკლესიის ერთიანობა არასდროს არ არის ერთიანობა მყარი, ისეთი მყარი, ანუ ეკლესიაში სულ არის რაღაცებზე დავა და რეალურად ეს დავა როცა იწყებოდა პაპი მაშინვე კლავდა და გამოვიდოდა ისე რომ ეკლესიის შიგნით არსებული რეფორმები სულ არსებობდა, მაგრამ არასდროს არ განხორციელებულა, იმიტომ რომ იერარქიულად, მორალურად პაპი განადგურებდა და მისი ინსტიტუცია მე-14-15 საუკუნეებში ფაქტობრივად აი როგორც აღნიშნე ჯონ უიკლიფი და იან ჰუსი, რომლებიც უკვე სვამდნენ წმინდა წელის ავტორიტეტის საკითხზე კითხვებს სვამდნენ, ეკლესიის სიმდიდრეზე საუბრობდნენ, ზიარების პრაქტიკულ საკითხებზე საუბრობდნენ და აი ეს მართალია მათი მოძრაობები ორივესი უნივერსალური გამარჯვებები არ იყო და ერთი გარდაიცვალა შავჭირით და მეორე კოცონზე დაწეს, მაგრამ ცხადყოფს მათი მოღვაწეობა იმას, რომ დასავლურ ქრისტიანობაში არსებობდა და იზრდებოდა ეს კრიტიკული ენერგია, რომელიც საბოლოო ჯამში მიიყვანდა სულ სხვა საზოგადოებამდე, ევროპულ საზოგადოებას. რა არ მოხდა დასავლეთში, აღმოსავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოს რაშუაშია, აღმოსავლეთ ევროპაში რა არ მოხდა ის, რაც მოხდა დასავლეთში, ანუ სქიზმა არ მოხდა, განხეთქილება არ მოხდა, ჯონ უიკლიფი, რომელმაც იან ჰუსი, მარტინ ლუთერი, ესენი არ იყვნენ ჩვენთან უფრო იყო ეს პროვიდენციალისტური აზროვნება და მე-18 საუკუნემდე იყო პრაქტიკულად და
ჰუმანიზმმა, რომელმაც აი ამ ყველაფერს ინტელექტუალური ინსტრუმენტები მისცა და ასე ვთქვათ, შექმნა ერაზმუს როტერდამელის მიერ გამოგონებული საბეჭდი დაზგა, სწავლური ტექნოლოგია, ეს მუშაობა, ყველაფერი და მერე ისა ეთ ფონტეს მიმართეთ წყაროებს და წყაროებთან დაბრუნების კულტურა, აი ეს ყველაფერი თანაცოცხლებს ბიბლიური ტექსტის, ეკლესიის მამათა ადრეული ქრისტიანული საზოგადოების მთავარ ლიტერატურას აცოცხლებს, ყურადღება გადადის მათზე და იბადება კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად ემთხვევა ეს თანამედროვე ეკლესიური პრაქტიკა, მაშინდელი თანამედროვე ეკლესიური პრაქტიკა საწყის ქრისტიანულ ნიმუშს. ანუ რა აქვს ისეთი საზოგადოებას, რომელიც შეიძლება ითქვას წინა ქრისტიანულ ხანაში იყო და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ამ საზოგადოებას არაფერი აღარ დარჩა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, რაც ქრისტიანობასთან კავშირში იყო. უკვე აი შუა საუკუნეების ძალიან ბინძური ქრისტიანული ეკლესია, რომელიც ყველანაირად გარყვნილია უკვე ყველა მიმართულებით. ფისკალური საკითხი ნუ აღარ ჩამოთვლი, ახლა რეები იყო და რა იყო, რაზეც უკვე ვისაუბრე. ამგვარად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ერთ-ერთ ყველაზე კიდევ გამოსაკვეთია საბეჭდი პრესის გავრცელებას და აი ამ ბეჭდურმა კულტურამ შეიძლება ითქვას, რომ თეოლოგიური კამათი უნივერსიტეტების ვიწრო წრიდან, ქალაქებიდან გადაიტანა სამთავროებში, გადაიტანა მონასტრებში, შეიქმნა პამფლეტები, შეიქმნა თეზისები, დაიწყო კატეხიზმო სწავლება, კატეხიზმო საეკლესიო ცოდნაა, ლიტერატურის საკითხვა, ვინ სად იყო, ვინ როგორი ღმერთი იყო, ვინ მოციქული იყო და ვინ წმინდანი იყო და ვის რა გაუკეთებია და აი ეს ყველაფერი ხალხურ ენაზე ითარგმნა. ანუ ტექსტები ფაქტობრივად სწრაფად ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ რეფორმაცია თავიდანვე კომუნიკაციური, რევოლუციური იყო, ანუ თავიდანვე ესეთი ცეცხლოვანი იყო და ეს იან ჰუსი რო კოცონზე დაწოს, აი აქედან რო ჰუსიტური ომები დაიწყო და ცეცხლი მოედო მთელ იმას ევროპას და მე გავრცელდა ეს ცალკე საკითხი, ანუ იდეის გავრცელება აღარ იყო უკვე მხოლოდ რაღაცა კათედრაზე, მონასტერზე და ეპისკოპოსზე და კონკრეტული ადამიანის მონოპოლია, ეს იყო ძლავრი ფორმაცია, რომელმაც აზროვნება საერთოდ შეცვალა და სხვა შორის ჰუმანისტურმა აზროვნება ამან და რელიგიურმა ომებმა ყველაფერმა ერთმანეთს ხელი შეუწყეს. ანუ რეფორმაციის ახსნისას ალბათ უნდა გამოიკეთოს ისიც და ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ეკლესიას უბრალოდ ჰქონდა ინსტიტუციური კრიზისი. ანუ აი ეს ბიბლიურ ჰუმანისტური ფილოლოგია და ბეჭდური საჯარო სივრცის დაბადება, აი ეს ორი რაღაც აი ამ ეკლესიის ინსტიტუციურ კრიზისს, რომელიც ინსტიტუციური რას ნიშნავს, იერარქიული სტრუქტურა, როგორიც იყო ნაშენები, გააშიშვლებს უბრალოდ და შესაბამისად ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ მივდივართ აი ამ მარტინ ლუთერის და მისი ვორმსის ედიქტის და იმების ჩამოყალიბებაზე, რაც ყველაზე მთავარი გამოსაკვეთი თეზა ამ შემთხვევაში აქ და უნდა გავიაზროთ ეს ჯერ კიდევ 1517 წლიდან დაწყებული, თუმცა აქ კიდევ არის ერთი დეტალი გამოსაკვეთი, რომ 1517 წელს სანამ მარტინ ლუთერი კონკრეტულად ვიტენბერგში გაავრცელებდა აი 95 თეზის და მისი უშუალო სამიზნე გახდებოდა ინდულგენციები, უნდა გამოიკეთოს, რომ გერმანია არის ის სივრცე, რომელშიც პაპები არიან ერთ-ერთი ყველაზე რაღაცა აქტიურად თავზე გასული, როგორც ასეთი და აქ მე-15 საუკუნე ეს პროტესტანტული რევოლუციის დასაწყისი არის ერთ-ერთი მკაფიო ხაზგასმა კიდევ იმისა, რომ პაპობა აი განსაკუთრებით ლეო მე-10, რომელიც გადაწყვეტს, რომ მოდი ახლა უცბად და ჩვენ ინდულგენციები დავიწყოთ, ინდულგენციების გაყიდვა დავიწყოთ, ხო? არის ერთ-ერთი ილუსტრაცია, კიდევ ერთი დასტური იმისა, რა ხდებოდა და რა მდგომარეობა იყო ამ შემთხვევაში ეკლესიაში, ხო? და აი ხა წაიკითხეთ, დააკვირდით აი ამ ილუსტრაციას, ეშმაკი ყიდის ინდულგენციას. როგორი ფრთებია, გვირგვინია თავზე მოდებული, აი ეს არის ინდულგენცია, რომლის გაყიდვაც დაიწყეს, ეს არის ცოდვების მიტევების სიგელი და ვითომ ლეო მე-10-ს უნდოდა, რომ აი ეს
პაპის სასახლე, რომელიც ვატიკანში მდებარეობს, მოდი აი ამის მშენებლობისთვის ფული მჭირდება და კარგი იდეა მომაფიქრს და გავყიდით ცოდებს და რა უნდა ეხლა ყველა ჩადის ცოდვას და ყველა ვინ არ იყიდის ხო ცოდებს და თან შუა საუკუნეებრივი აზროვნება როგორია? პირდაპირ გეუბნება რომ თუ არ მოინანიებ ცოდებს ხო შენ გარანტირებული ჯოჯოხეთში მოხვდები. და ეს ქრისტიანული მორალი, რომელიც პრაქტიკაში არის ერთგვარად ფსიქოლოგიური ძალადობრივი, იმიტომ რომ გაიძულებს, რომ შენ რაღაცეებზე სულ მუდმივ წუხილში იყო, რომ შენ ხარ საშინელი, შენ ცოდვილი ხარ, შენ არაფერი არ გამოგდის, შენ ხარ ბინძური სულის ადამიანი, სულ უნდა გასუფთავდე, ნუ გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ადამიანს აყენებს რაღაცა მონურ მდგომარეობაში და თავის იდეას, რაც აქვს მას გამოსაკვეთი, როგორც ასეთი ეზღუდება. ამგვარად უნდა გამოიკვეთოს, რომ ეს პროცესი არის საბაბი, არის აი ამ ყველაფრის ინდულგენცია და აი ამ ინდულგენციამ შეიძლება ითქვას, რომ მარტინ ლუთერი და არა მარტო მარტინ ლუთერი გააცეცხლა. კერძოდ აი ამ დომენიკელ ბერს, იოჰანეს ტეცცელს დაევალა საქსონიაში გაეყიდა ინდულგენციები, აი თქვენ ხედავთ რუკაზე საქსონია სადაც არის და აი ამ საქსონიაში იწყება ინდულგენციების გაყიდვა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ინდულგენციები ხალხში ვრცელდება, მერე ყალიბდება კონკრეტულად რაღაც ესეთი ჯგუფები, რომელიც ამ მეებს ყიდულობენ ინდულგენციებს და წინასწარ ყიდულობენ როგორც ასეთი და შესაბამისად ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის სრულიად სხვაგვარ აზროვნებას, რომელიც შეიძლება ითქვას კიდევ უფრო მყიფე ჭაობში ჩასული ისედაც გაუბედურებული შუა საუკუნეებრივი აზროვნებისთვის იყო ძალიან ცუდი და ასე ვთქვათ ყოველდღიურობაში საშინლად გამოსაკვეთი. ეხლა მე მინდა რომ წყაროები წავიკითხოთ კონკრეტულად აი ძველ წიგნში სხვა შორის ძალიან კარგი წყაროებია მოცემული უშუალოდ ეხება ეს წყაროები აი ამ ინდულგენციების პროცესს და ესენი შეგიძლიათ თქვენც როგორც ასეთი წაიკითხოთ ეს წიგნები დრაივზე გაქვთ ატვირთული და გაქვთ მოცემული, ხო? აი რეფორმაცია მარტინ ლუთერი და მოდი ახლა ეს წყარო ინდულგენციებით ვაჭრობა და ლუთერის თეზისები რაც არის აქ მოცემული წაიკითხოთ. აბა ინდულგენციებით ვაჭრობა გერმანიაში მაქვს აგერ წიგნში და ხوار წავიკითხო. ხო, ეგეც შეგიძლია, მაგრამ მოდი ჯერ ეს წავიკითხოთ და მე ეგ წაიკითხე რაც გაქვთ მან მოცემული. აბა გისმენ დათი? ეხლა დავიწყო. ინდულგენციების ყიდველი ხდება მისგან მას თაბლიცა წავიკითხო მაგალითად. არა, ჯერ ზედა წაიკითხე. ეს უფრო სასაცილოა და მე ქვედა. ეხლა ზოგიერთი ამონაწერი თუ რა სახის ცოდვა რა თანხის ინდულგენციის შეძენით გამოისყიდებოდა. ცარცვა ქურთობა და გადაწვა 13 ლივრი და 7 სულ. ლივრი ვერცხლის მონეტა იყო და 20 სულს შეიცავდა. იმ დროს ხის ბოძი რომელზეც აკრავდნენ სიკვდილის მას ვწობა წარაში ვცაც წერია გავადიდი. სიკვდილ მისჯილ პირს დასაწვავად ღირდა 2.5 სულ. ძმის დედის ან მამის მკვლელობისათვის უნდა იქნეს გადახდილი 17 ლივრი და 15 სულ. საკუთარი ბავშვის დახჩობა უნდა გადაიხადოს 17 ლივრი და 15 სულ. კვრის მიერ ცოლის ცემა 3 ლივრი და 14 სულ. ხო, ძალიან საყვარელი კაიც არის. რაც უფრო მე ყველაზე მეტად მით უფრო დიდი არის გადასახადი. ხო, ეს ყველაზე მეტად ქართველ კაცს მოეწონებოდა ქმრის მიერ ცოლის ცემა 3 ლივრი და 14 სულ. ეს არის ზედ გამოჭრილი ჩვენზე. ალბათ ყველაზე მეტად ეს ცოდვა გასაღდებოდა ინდულგენციაში და აი ფულებსაც გააკეთებდნენ ალბათ. ნუ ეხლა მე საკუთარი ბავშვის დამხრჩობი ეს ეხლა წარმოიდგინეთ რამდენად მძიმე დანაშაულია და ყველაზე 17 ლივრი უნდა გადაგიხადა სულ რაღაც საკუთარი ბავშვის დამხრჩობისთვის, კვლელობად 17 ლივრი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ზოგიერთი ამონაწერი, ოღონდ აქ ხაზგასმულია, რომ ზოგიერთია და არასრული. ეხლა წარმოიდგინეთ დეტალიზაცია ამისი, რამდენად ამაზრზენი და საზღვრება შეიძლება და ყოფილიყო, ხო? ხო, ეხლა რას ამბობდა ბერი იოჰანეს ტეცელი, რომელიც ავრცელებდა
აი ამ ინდულგენციას და ქმნიდა საერთოდ სხვა კონტექსტს მაშინ სააზროვნო სივრცეში, რომ ინდულგენციის მყიდველი ხდება მისგან უფრო უმანკო, ვიდრე ადამი იყო სამოთხეში. ანუ შენ თუ ინდულგენციას იყიდდი, შენ ადამიანზე უფრო წმინდა გახდებოდი და მინდა იქნება. ცოდვასთან ზიარებამდე სანამ ადამი იყო, ანუ სანამ ევა ვაშლს შეჭამდა, ისეთი ხდებიო. ინდულგენციების გამყიდველი ადამიანებს პეტრე მოციქულზე დიწმინდანად და მაგას რაღაც წარმოიდგინეთ პეტრე მოციქულზე მაღალი დონის ხდები სამლარად პირობითად არ არსებობს ცოდვა ინდულგენციით რომ არ გამოისყიდოთ იყიდეთ ინდულგენცია და მიგეტევებათ მომაკვდინებელი ცოდვები მოიტათ გადმოალაგეთ ფულები ისარგებლეთ შემთხვევით იხსენით თქვენი ნათესავები და ახლობლები ჯოჯოხეთში ტანჯვისგან. ეს რაღაცა რეკლამასავით არის რა. შეიძინე ინდულგენცია და მიიღე ცოდვილი სულის გამოსყიდვა ჯოჯოხეთიდან და მიიღე რაღაცა ეს, ანუ ხო ხვდებით რა აზროვნებასთან გვაქვს საქმე, ეს რეალობა, ეს რაღაცა მოგონილი ამბავი არ, ეს არსებობდა. ხელშესახები იყო, ეს დოკუმენტურად დადასტურებულია, წყაროებით გაჯერებულია. ამაზე ხალხს კოცონზე წვავდნენ ამის გამო. ანუ რეალურად ეს არის ის სამყარო, რომელიც არის ბნელი ტკბილი შუა საუკუნეები და ბნელი ტკბილი 90-იანების მსგავსი, ოღონდ ეს შუა საუკუნეები, რომელიც არის აზროვნებით პროვიდენციალისტურად მთლიანად ჩამოყალიბებული და აი ამ ყველაფერს უპირისპირებს უკვე მარტინ ლუთერი თავის თეზისებს, მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, დათის აქვს რაღაც გახსნილი, როგორც თავად აღნიშნდა და მოდი აბა წავიკითხოთ ისიც გისმენ დათი. მას ინდულგენციებით ვაჭრობა გერმანიაში. დიახ. გერმანიაში ინდულგენციებით ვაჭრობა დაივალა ბერ იოჰან ტეცელს, რომელიც მთელ გერმანიაში მოგზაურობდა. ხალხმრავალ ადგილებში ინდულგენციას ეს წყაროა თუ თხრობითი ნაწილია დათი? მას თხრობითი ნაწილია. არა, თხრობითი არ მინდა, წყარო თუ არის სამე, ეგ არის უშუალოდ ექსკლუზიური პირველ წყარო თუ არის, ეგ დაიკითხე. ტეცელის მიერ ვაჭრობის შესახებ. აბა გისმენ თუ რამე განსხვავებულია? დიახ, მას პატარა წყაროა და წავიკითხოთ. ერთხელ ბერლინისკენ მიმოვალ ტეცელს სადაც შემოხვდა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ბერს მომავალში სასადენი ცოდვებისათვის ინდულგენცია მოსთხოვა. მართალია ტეცელმა გაიკვირვა ეს უცნაური მოთხოვა, მაგრამ როდესაც ახალგაზრდამ დიდი თანხა შესთავაზა, ტეცელმა გადასცა მომავალი ცოდვების მოსანიებელი ფურცელი და გზა განაგრძო. მეორე დღეს ტეცელმა მის ხელბლებს თავს ყაჩაღები დაესხნენ. ერთმა ბერს სიგელი უჩვენა და უთხრა: ეს ის ცოდვაა, რომლისთვისაც გუშინ გადაგიხადე. ყაჩაღებმა ტეცელის ეთხში მდგარი ფულით სავსე სკივრები გახსნეს, ამას უთავეს და გაუჩინარდნენ. დიახ, ეს აქაც წერი მეგონი იგივე წყაროა, რომელიც ძველ წიგნშიც ეწერა, ხო? და აი ამ ყველაფერს მარტინ ლუთერი ფაქტობრივად უპირისპირდება და მარტინ ლუთერი ვინ იყო? და ეხლა საინტერესო რა არის, რომ ეს ადამიანი კოცონზე ვერ დაწვეს, უნდა დაეწვათ, ვერ მოასწრეს, ანუ ჭკვიანურად მოიქცა ბევრად უფრო ვიდრე მაგალითად სხვები მოიქცნენ, ანია ჰუსი, ან ჯეროლამო სავონარულა, ან რაღაც სხვა, კიდე ვინ დაწვეს რა ვიცი რამდენი და რეალურად მარტინ ლუთერი ვინ იყო? იყო გერმანელი თეოლოგი, ბერი, უნივერსიტეტის პროფესორი, რეფორმატორი და ფაქტობრივად მე-16 საუკუნეში მან საფუძველი ჩაუყარა ძალიან დიდ რელიგიურ, ინტელექტუალურ, პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც ეწოდა პროტესტანტული რეფორმაცია და დაიბადა 1493 წლის 10 ნოემბერს აიზებლენში და ფაქტობრივად მან შეიძლება ითქვას, რომ შექმნა სრულად ახალი ფორმაცია, რეფორმაცია ბოდიშით. და ეს აიზებლენშივე გარდაიცვალა 1546 წლის 18 თებერვალს და ფაქტობრივად მან მთელი ეს რელიგიური შინაომები, რაც კი ზოგადად დაწყებული იყო და ჩამოყალიბებული იყო, მარყუჟი შეკრა, მოუჭირა და გაგუდა, ანუ პაპობას სახე ახია პირდაპირ მნიშვნელობით. ხო, საშუალო შეძლების ოჯახში იყო დაბადებული, ანუ ეს არისტოკრატიული გემო გასინჯული ბოლომდე არ ქონდა და მამამისი, რომელიც იყო ეს რა ქვია, ჰანს ლუთერი, თავდაპირველად მუშაობდა მაღაროში, მერე მეტნაკლებად შეძლებული ოჯახი გახდა და ფაქტობრივად ოჯახს სურდა მარტინ ლუთერი გამოსულიყო თქვენი აზრით ვინ? აი რომ არა თეოლოგი, ვინ უნდა გამოსულიყო და ოჯახის სურვილი რა იყო?
ნუ კანონიერებას სავარაუდოდ რაღაც ხელობა. სავარაუდოდ რაღაც ხელობა კი არა, სავარაუდოდ მას უნდა გამოსულიყო იურისტი, იურიდიულზე უნდა ჩაეფარებინა, რომ არა თეოლოგი და ძალიან ნიშანდობლივია, სიმბოლურია, რომ იურიდიული კი არა, სახე აახია, ისეთი კანონები წარუდგინა მარტინ ლუთერმა 95 თეზისის სახით ზოგადად პაპობას, რომ ფაქტობრივად და სხვა შორის თავდაპირველად სწავლობდა ერფურტის უნივერსიტეტში და მიიღო ჰუმანიტარული ფილოსოფიური განათლება, ძალიან ძლიერი ინტელექტი ჰქონდა, უდიდესი უმაღლესი დონის დისციპლინა ჰქონდა, სხვა შორის მარტინ ლუთერის ხასიათი და ბიოგრაფია დეტალურად წაიკითხეთ, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე და ყველაფერს უდგებოდა სერიოზულობით. თუმცა მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება 1505 წელს ძლიერი ქარიშხლის დროს იმის შიშით დადო აღთქმა, რომ თუ გადარჩებოდა, ძალიან დიდი ამბები იყო, სტიქიური მოვლენა და ქარიშხალი ამოვარდა და აი ამ ყველაფერს თუ გადაარჩენდა, გადაურჩებოდა ოჯახი და თვითონ ბერად აღიკვეცებოდა და აი ამ უმნიშვნელო ქცევით ეხა წვიმა და კოკისპირული ამბავი რომ მოვიდეს ეს ხო ბუნებრივი მოვლენა რომ უნდა ჩადგეს ისევ ანუ თანამედროვე ადამიანმა იცის რომ ეს არ არის მუდმივი და 40 დღიანი წვიმა იმასავით ნოეს კიდობაში რომ შევარდი არ მოვა რომ წყა გადაუღებლად იწვიმოს ანუ და ასე მოხდა იგი ავგუსტინელთა მონასტერში ეს ნაბიჯი მამამის საერთოდ არ მოეწონა განსაკუთრებით და შესაბამისად ეუბნებოდა შვილო შენ იურისტი უნდა გახდე რა დროს მონასტერია რა გინდა ბერად და ავგუსტინეს მონასტერში განსაკუთრებით რა გინდა და იქ როგორც კი შევიდა დაიწყო რაღაცა ასკეტური ცხოვრება, მარხულობდა, ლოცულობდა, აბა ახსარება და აბა ზიარება და აი რა ვიცი, ყველანაირი მოთხოვნა სრულყოფილად რაც კი იყო სამონასტრო წესდებიდან იცავდა, მაგრამ აი ამ ფონზე ვერ პოულობდა შინაგან სიმშვიდეს, აწუხებდა მთავარი კითხვა, როგორ შეიძლება ცოდვილმა ადამიანმა სამართლიანი ღმერთის წინაშე იპოვოს ხსნა. ანუ აი რა უნდა გააკეთოს ამისთვის რომ სამართლიანი ღმერთმა რაღაცნაირად გიხსნას ხო და ეს არ იყო მისი პირადი სულიერი კრიზისი ანუ ეს იყო ის ბირთვი ალბათ რაც მომავალში ჩამოაყალიბა და თანდათან მიდის იმ დასკვნამდე რომ ეს არ მიიღწევა ადამიანის საქმეებით არც რაღაცა მხოლოდ წესჩვეულებებით არც წმენით პირიქით არც საქმეებით და არც წესჩვეულებებით მიიღწევა რწმენით რეალურად და ღვთისმადლით მიიღწევა. ანუ რწმენა მთავარი. და ურწმუნო წესჩვეულებებით გაჯერებული ტრადიციონალისტი მორწმუნე გინახავთ, ქვას რო აიღებს და თავში გესვრის და ქრისტიანი ვარო გეტყვით, ხო? ანუ იდეა აი ესეთი აზროვნების იყო ზუსტად ეს და საბოლოოდ გადააქცია აი ამ აზრმა რომ შენ თუ გინდა ცხონდე ანუ ღმერთმა მიგიღო სამართლიან ღმერთმა და გითხრას რომ შენ კარგი ბიჭი იყავი და ცუდი ბიჭი იყავი ხო აი ეს რო გითხრას ამისთვის საჭიროა რწმენა და რწმენის გარდა თუ რწმენა გაქვს მაშინ ღმერთის მადლიც შესაბამისად გექნება ანუ ეს საბოლოო ჯამში მას აქცევს თეოლოგიის დოქტორად ხდება ვიტენბერგში პროფესორი ვიტენბერგის უნივერსიტეტის ბიბლიის პროფესორი ხდება, სწორედ იქ აყალიბებს იგი ინტელექტუალურ და საჯარო მოღვაწეობის ფარგლებში იმ სააზროვნო სივრცეს და კითხულობდა ლექციებს, ფსალმუნებს კითხულობდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებზე, ასევე რომაელთა მიმართ ეპისტოლეებზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფრაზას მართალი მორწმუნე რწმენით იცოცხლებს. და ეს ამ ეპისტოლეში რომელთა მიმართ ეპისტოლეში განსაკუთრებით გამოკვეთილია და სწორედ აი ამ ბიბლიურმა ტექსტებმა, რასაც ის კითხულობდა ლექციების დროს, იქონია მასზე ძალიან დიდი გავლენა და მან დაასკვნა რომ თუ ადამიანი გვინდა გავამართლოთ და ადამიანი ღმერთის წინაშე გამართლდება არა ეკლესიაში სიარულით და ინდულგენციების შეძენით, არამედ რწმენით და შესაბამისად ის უპირისპირებს პაპობას ყველაზე მწარე, ასე ვთქვათ, წესებს, რომელიც არის 95 თეზისი, გააკრავს ის ამ ყველაფერს ვიტენბერგის კარზე და ევროპის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მომენტი სწორედ უკავშირდება 1517 წელს
და 95 თეზის. აი ამის შემდეგ უკვე რა ხდება და რა ამბებს ატრიალებს მარტინ ლუთერი და როგორ იწყება, ეს უკვე შემდგომ სერიაში უნდა გავიგოთ, არ გადართოთ, აუცილებლად გვიყურეთ. აქ დავას